ახარებს გულსა კაცისასო, გულსაო. აღონ ძალიან ბევრს ასუნდალებ, ნუ გადაითხრებითო. თორემ მე ცუდი რაღაცები შეიძლება გააკეთოთო. ამიტომ ვფიქრობ მომეწონა თუ არ მომეწონა. აბა ჩემო ჯიგრებო, მარხვის პერიოდია ეხლა და უმწერეს მითხრეს რომ კაიო ესო დეგუსტაციებიო, იქო ლუდებისო, სხვადასხვა რაღაცეებისო, მაგრამ ეხლა მარხვაო და იქნება სამარხო რაღაც თემებზეც გვესაუბრო. ხო და დღეს გადავწყვიტე, წავედი აგროხაბში და მოვიტანე სამარხო რაღაც ცეები. ეხლა გემრიელებია ესენი, არ არის გემრიელები და ძვირია თუ იაფია. მოდი როგორ ვქნათ, იცი, ერთად გავაკეთოთ რა. ერთად გავსაჯოთ ეს ამბავი, მე გეტყვით რა ვიყიდე, რა ფასი დაჭდა და მე ჩემ აზრს გეტყვით, თქვენი აზრებიც მიაყოლეთ, გამოწერა, დაკომენტარება იმას ეკნათ, აგავიწყდეთ ჩემო საყვარლებო და წავიდა ეხლა რა. ნახოთ. ესე იგი, ეს რას შევიძინეთ, დავდებ ეხლა და გაჩვენებთ მე თქვენ ყველაფერს მე ერთად. ეს ბლინები ბრინჯის, ესე იგი, ეს ბულგარული წიწაკა, მიგოზით, ადრიჯანი, ჯონჯოლი, ჯონჯოლზე კი იძახიან, ჯონჯოლივით კაცი იყო, თუ სუფრაზეო, თუ ესე იგიო, არ მოიკითხეო, ვერს გაიგებ იყო თუ არაო, მაგრამ ხანდახან ძალიან გემრიელია ჩვენი ჯონჯოლი ეს ბოლოს, ესე იგი, ესეც რაღაც მჟავეების აშორტი, შემოკარგებო, ეს ისპანახის ფხალი, დავდოთ აქ, ეს პრასის ფხალი მერელი კაცია და პრასი გვაქვენ, ესე იგი უკვე და აღარაფრის აღარ გვეშინია და ესეც არის მჟავე, ოღონდ ეს არის წითელი ბულგარულის მჟავე, ესეც ჩვენი კარგი ბუმუნა პური, დავდოთ აგერ მოვუდოთ გვერდზე, ესე ლამაზად კულტურულად. აი ესეც იმერელი კაცი ვარ და მჭადის გარეშე არ გამოვიდოთ, ეგ ამბავი. აგერ მჭადიც და პრასი გვაქვენ. და აგერ ამას ვერ წაართმევ ახური სუფთა გემრიელი კარგი ჩურჩხელები მე მგონი ჩავტევთ ისე რომ გამოჩნდეს მინდა რა ყველაფერი დაინახოთ და ეს ბალახი აღარ მინდა შეგვიძლია აგერ ნაგავში მოვისროლოთ გემრიელად და ეხლა რაც თავარია სანვაინის ღვინო აი ნახეთ გადავხედოთ ამ ყველაფერს. ეხლა ამას გამფუთვას გავუკეთებ. unboxing-ის მაგივრად გამფუთვა ხალხო. მაგრამ გამფუთვამდე მოდი გითხრათ რომ რას ასწავლი ღვინოები გვაქვს ჩვენ სანვაინის ღვინოები ამას დეგუსტაცია არ უნდა მე ძალიან ბევრჯერ მაგ დეგუსტაცია ჩატარებული ყანწებით ისეთით ასეთით ყველანაირად მაგრამ დღეს მოდი კაციტელი დავიწყოთ გავხსნათ დავილოცოთ იმიტომ რომ თუ არ დაილოცე საქმე წინ არ წავა ამ ყველაფერს გემო არ ექნება და ვერ შევიგრძნობთ იმ გემოებს რაც უნდა შევიგრძნოთ ამ ღვინოს ძალიან შორს აქვს განთქმული სახელი ამერიკაში ძალიან ბევრი იცნობს ამ ღვინოს მთელი ფილადელფია ამ ღვინოზე ზის ეს ოპა აბა ვინაიდან მარხვა ჩემოკარგებო ცოტა მომცრო ჭიქას ავიღებ პავლე მოციქული გვასწავლის რომ დალიეთო ღვინო კარგია სტომაქისთვისაცო და ახარებს გულსა კაცისასო გულსაო აღონ ძალიან ბევრს ასუნდალებთ ნუ გადაითხრებითო თორემ მე ცუდი რაღაცეები შეიძლება გააკეთოთო ამიტომ დაუჯეროთ დიდ წმინდანს მოციქულს და დავლიოთ კახური ღვინო კახურად აბა გითხარით რომ მარხვა თქვენ ციცით ამის შესახებ და ყველას გაგიმარჯვეთ შემოსაყვარლებო თუ იმისთვის რა მიწყეინებია მაპატიეთ შემინდეთ ჩვენ ქვეყანას კიდევ უსურვოთ გამთლიანება აფხაზეთის დაბრუნება სამაჩაბლოსი ყველა ქართველ ოჯახს და საქართველოში მცხოვრებ ადამიანს ვისაც საქართველო უყვარს არა აქვს მნიშვნელობა რომელ ეთნიკურ ჯგუფს ბიზგან არის წარმოშობით ყველას გაუმარჯოს ხვავი და ბარაკა არ მოკლებოდეს ქრისტე აღდგარიყოს მათ ოჯახებში და უფალს დაელოცოს ისინი ღვინო კი არა აფლიაო რომ ამბობენ ესეც კი არ მინდა თქვა რაღაც ღვთიური და ეხლა დავიწყებ გამფუთვას და დავალაგებ ამ ყველაფერს ესე იგი ერთ ლამას შევეცდები ან ორ ან სამ რაღაც სინაზე ფასებსაც გვერდზე დავუწყებ და დავიწყოთ თავარი დეგუსტაცია მოკლედ ეხლა მიამებს გავხსნი ყველას ჩემო საყვარლებო ამაში ჩვენ დრო რომ არ დავკარგოთ კიდევ ერთხელ ნელ-ნელა იმას ვქნათ მოვაძრობ ამებს ყველას
გამფუთვას გავუკეთებ. გამფუთვას და მე მივყვეთ სულ ყველაფერს ერთად. აი ჩემო საყვარლებო, ეს ქვით არის. ეს ყველაფერი დაგვიჯდა 69 ლარი. 69 ლარი. და ეხლა ყველაზე მთავარი რა. დავაგემოვნოთ, მაგრამ თქვენი აზრით საინტერესო იქნება. თქვენი აზრით რამდენ კაც ეყოფა ეს ყველაფერი? ძვირია, იაფია. თქვენი მოსაზრებები რა შეიძლება ჩამოყარეთ? ვისაც გასინჯული გაქვთ და ნაყიდი გაქვთ ეს პროდუქცია, თქვენი აზრით ძალიან საინტერესო იქნება და დავიწყოთ ეხლა რა. დავიწყოთ ეხლა ნელ-ნელა ჩვენ სხვადასხვა ესე იგი იმის დაგემოვნება. მოდი დავიწყოთ ბადრიჯანიდან. აი აგერ გადმოვიღოთ ესე კულტურულად ლამაზად ბადრიჯანი. გადმოვიღოთ ასევე თითო რა თქმა უნდა, თორე ამდენს რა თქმა უნდა ვერ მოვერები სულ ყველას ერთად. მოდი ვნახოთ ასევე ერთი წალი ბლინი ბრინჯით და ტარხუნით. შევხედოთ. იმერელი კაცი ვარ და პრასი რო არ გავსინჯო, ცოტა ოდნავად. არ გამოვა ისე. არ გამოვა. ისპანახმაც რა დააშავა. და მოდი პატარა ჟავებით ძალიან ცოტა გადმოვიღოთ, იმიტომ რომ ამდენი შეიძლება ცოტა არ იყოს გამიჭირდეს კიდეც. გერესე. ესე ჩვენი ჯონჯოლივით კაციაო როგორც თქვით. თუ არის კი შეჭამენო და თუ არა არც არავინ მოიკითხავსო სუფრაზეო. და ესეც არის რაღაცა სალათის მონადირული წნილი, სხვადასხვა რაღაც ტიპის. მოდი ამას ესევე დავდებ, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა არის და ანდა იყოსა. მე მგონი რომ ამოვიღებ რაღაც. ესეც ესეც დროებით ესე და მოდი ჭადით დავიწყოთ. მე პურიც გავსინჯოთ. გავიწყოთ. ბულგარული წიწაკა ნიგზით. ბულგარული წიწაკა ნიგზით შემიძლია გითხრათ, რომ მე მომეწონა პირადად. ძალიან კარგად არის შეზავებული. სიმწარეც დაყვება ცოტა. აი ესეთი პირთავდაპირ რომ ჭამ, აი ესე არა ოსტრად არ მოდის ესე პირდაპირ რაღაცა. ბომბი არ არის და მე ნელ-ნელა გემოებს ხსნის. ნამდვილად მომეწონა. ბოლოს ვიტყვი კიდევ ჩემას. ეხლა მოდით მივაყოლოთ ბადრიჯანიც. ბადრიჯანზე იგივეს ვერ ვიტყვი. ბადრიჯანს თითქოს რაღაცა ცოტა შეზავებაც აკლია. ცუდი არ არის ბადრიჯანი, მაგრამ იმასთან ციცაკასთან ახლოს ვერ მოვა. აქვე ვიტყვი ჭადზე ერთ-ორ სიტყვას, იმერელი კაცი ვარ მე და ჭად ძალიან ვაფასებ. ძალიან შეინიშნება შიშიგნით აი ზეთის გემო რა. მე საერთოდ უზეთოდ გამომწვარი მიყვარს ეს შეიძლება ზეთითაა გამომწვარი. მაგაზე არ არის საუბარი, ზოგს ისე უყვარს, ზოგს ასე, მაგრამ ასე ზეთის გემო დაყვება და ჩემთვის ეს ჭადი მაინდა-მაინც არ არის ესეთი დიდად საპატივცემ. მოდი პური ვნახოთ ახლა. ნაჭერი მოჭრათ პური. გავაგზავნოთ პურით. აბა ვნახოთ ახლა პრასი ვნახოთ. პრასი საშუალო. საკმაოდ ეს ძმარი აქვს მიცემული. რატომღაც გონიათ რომ ძმარი უნდა ბევრი საკვებს ხოლმე და არ არის ასე რა. ძმარი, სუნელი, ეს ისეთი ინგრედიენტებია, რომელიც მეტი თუ მოგივიდა, არავინ არ ფიქრობს რომ ეს კარგია.
ან რაღაც რიგ შემთხვევაში რაღაცა გემო რომ მოუკლან, მაგრამ იმ გემოს რო უკლავენ და მე ძმრის გემო პირველ იმაზე გადმოდის, არა რა. მაგრამ ამიტომ ამას ძმარი ბევრი აქვს რა ესე OnePlus. ასაც მივხედავ რა. მართლა ძველად მაგ გასინჯული, მაშინაც ძმარი ქონდა, მიცემული მეთქი რაღაც შეცვალე ეს, არა. ეს მინუსია. მოდი ხა ცოტა გემოები რო განვანთავისუფლოთ. Sunwine-ის საუკეთესო ქაცითელი. აი ეს ღვინო დაიჯერეთ, ამას არ ჭირდება რეკლამა. ეს სასწაული ღვინოა. კიდევ ერთხელ 8000 მოსავალში იყიდება ეს ღვინოები. აბა მოდით, ახლა ყველას გავუმარჯოს იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად ელის დღეს უფლისგან წყალობას, ვიღაცას ჭამა უნდა, არ აქვს საშუალება ფინანსური, ვიღაცას ფინანსური საშუალება აქვს შემოსაყვარლება, მაგრამ ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ჩვენი მოწყალე ღმერთი იყოს. ყველა გაჭირვებული ადამიანის ფარველი, შემწე, მოამაგე, ვისაც ფინანსურად უჭირს, ფიზიკურად უჭირს, მატერიალურად უჭირს, უფალმა წყალობით მოხედოს ყველას. მოდით ახლა ბლინი ვნახოთ. ბლინჩიკი ეგრეთ წოდებული. ბლინჩიკი მოდით ამასაც ნახევარს შევჭამ, იმიტომ რომ ამდენს ვერ მოვერევი. ბლინი ძალიან ნორმალური არის, ტარხუნის გემოები აქვს. ტარხუნით არის ზუსტად თან და ესეთი კარგი ტარხუნის გემოები დაყვება. ცოტა ახლა გაცივდა ეს სანამ მოვიტანდი, თბილი იყო იქ. თბილი კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა. და ვიცი, ბლინს დადებითად შევაფასებ ნამდვილად. საკმაოდ დადებითად შევაფასებ ბლინს და ახლა მოდი გავსინჯოთ. ისპანახი. ისპანახი ერთი თავით მაღლა დგას პრაზზე. ერთი თავით მაღლა დგას, კარგი შეზავებულიც არის, გემოებიც იხსნება ეს. არა აქვს ძმრის და რაღაცის აი ესეთი მძაფრი გემო, აქ ეთყობა ძმარიც, მაგრამ აი იმ დონეზე როგორც უნდა კონდეს და არა ის რომ ძმრით არის გაჭიჭიპებული. ისპანახს საკმაოდ იმათ შევაფასებდი რა. კარგად. ეხლა მოდი ჟავებსაც მივყოთ ერთი. წავაყოლოთ, აბა ერთი ჯონჯოლი არის, პირდაპირ შეზავებული იყიდება მანდ ესე ჯონჯოლი და უნდა ხვდები. ჯონჯოლი ნორმალური შეზავებულიო. ჟავის იმაზე ძალიან ამკაია, ისე ეს იყო სულ 4 და 35-ის. ამას მეკითხობ ერთი 3 კაცაც კი ეყოფა ჯონჯოლი. ახლობით 3 ადამიანსაც. ეხლა აი ეს არის საინტერესო სხვათა შორის ვნახოთ აბა ერთი. ეს არის წითელი ბულგარულის ჟავი, იგივე მარინადი, წნილი. აია. ვიღაც კაი სპეციალისტი ყავთ, ეთყობა ვინც კონკრეტულად ბულგარულზე კარგად მუშაობს რა, იმიტომ რომ ნიგზიანი ბულგარულიც სუპერია და ბულგარულის მარინადიც ძალიან გემრიელია მართლა რა. აი, მომეწონა ნამდვილად. ავ ეხლა ნიორი იქნება ძირითადად, მაგრამ ეს რატომაც დამოვიწყები ამის გამფუთვა, მაგრამ ნახოთ ესეც ეხლა. ნახოთ როგორია ეგრეთ წოდებული ნიორი. ნიორი ჟავი შეულებრივი, არაფერი რაღაც განსხვავებული არც სუდი, არც კარგი. ნორმალური საშუალო რა. ეს პური მინდა გითხრათ გემრიელია, მომეწონა. საკმაოდ გემრიელი პურია. აი, ფუმფულა, რუხი, შავი პური. კარგი. პურია ნამდვილად. და ბოლოს აბა ქართული სნიკერსი ვნახოთ ერთ. ვინაიდან მარხვა ნუგბარი შეიძლება მოუნდეს კაც, აი ტკბილი რაღაცა და ქართულ ფუჩხელას ესეთ არაფერი არ ჯობია, მოდი ახლა ამას არ დავუწყებ ქართულად ხალხურად. გემრიელად ესე გავტეხა ერთ ორლუკმათ რა. ორლუკმათ გავტეხავ და აბა ვნახოთ. იგოზე შიგნით ფარფი ჩანს. ფუჩხელი არის ბარდაგის. კაცითელის. ანუ დღეს კაცითელის გვაქვს ჩურჩხელაც და აბიგლიკოზაც.
კაია. კაია ნამდვილად. ვერაფერს ვერ ვიტყვი ჩურჩხელას. არ ვიტყვი ასეთი მეორე არ მიჭამია მე, მაგრამ დადებითად, კარგად. არ არის გამოფშიკინებული ზოგიერთი კბილებსო და გამტრევს, ეგეთი არ არის და მე შეიძლება 1000 ლარის სტომატოლოგთან არ გეყოთ. 4 ლარის ერთი ცალი, ჩურჩხელა და ახლა ძალიან ბევრს ვარ ჭამს კაცი. დიური კაცი ძალიან. გემრიელად მიირთმევს. აბა დავასხათ ისევ ერთი დავასხათ, გავამზადოთ ესე ჩვენი რკაწითელი. და ესე იგი აი ბოლოს მაინც მოდით თქვათ, რა იყო, როგორ იყო და თქვენი აზრი, ჩემო საყვარლებო, ძვირია იაფია, ესე იგი, პირველი, ეს ყველაფერი დაგვიჟდა 69 ლარი. ეს კი ნახეთ თქვენ აქ. მაგრამ კიდევ შეგიძლიათ ნახოთ. ესე იგი, ამ 69 ლარში ჩვენ შევიძინეთ ნიურის წნილი, რომელშიც გადავიხადეთ 2 ლარი და 46 თეთრი. ბლინი ბრინჯით 4 და 80 გადავიხადეთ, 4 ცალი იყო. ჭადი 2 ცალი, ლარი და 60, რომელიც არ მომეწონა, პირდაპირ გეტყვით. ნიგზიანი ჩურჩხელა 8 და 60, 2 ცალი, რომელიც მომეწონა. პრასის ფხალი 9 და 40, რომელიც არ მომეწონა, პირდაპირ გეტყვით. ისპანახის ფხალი 9 და 90, რომელიც, ესე ვიტყვი რომ ნორმალური გემოში იყო. სალათი მონადირული წნილი 2 და 91 გადავიხადეთ ამ წნილში, ნორმალური იყო ეს პატარა გავსინჯე, ხო. ნორმალური რუხი პური ნიგზით მომეწონა ძალიან, მაგრამ აი 6 ლარი და 50 თეთრი ღირებულად ეხა ვფიქრობ მომეწონა თუ არ მომეწონა. ხარისხი კაია, ფასი ცოტა ძვირია. ჩემთვის ძვირია, ვიღაცისთვის შეიძლება აბსოლუტურად იაფიც კი იყოს. ბულგარული წითელი იმაში მარინადში წინვალე 320 გადავიხადეთ, ბულგარული წითელი ნიგზით ასევე წინვალე ჯონჯოლია, ნიგზიანი ბადრიჯანი არ მომეწონა 10 ლარი გადავიხადეთ მაგაში. აი ეს ყველაფერი გადაჭდა 69 ლარი. აი ხა, თქვენი აზრი არის საინტერესო. თქვენი აზრით ეს რამდენ ადამიანს ეყოფა? აი ეს რო დაჭდეს, ხა მე არ ვამბობ ზოგი ადამიანია, ერთი მაკაცმა შეიძლება არ ეყოს, მაგრამ აი ეს რა საშუალოდ რამდენმა ადამიანმა შეიძლება მარხვის დროს წაიხემსოს და თქვენი თვალსაზრისით ძვირია თუ არ არის ძვირი ეს პროდუქტები. აბა, ჩემო საყვარლებო, კიდევ ერთხელ მალე დადგება ღვთისწყალობით აღდგომა უფლის ჩვენის იესო ქრისტესი და ავი ჩვენს გულებში ზამდგარიყოს უფალი, ჩვენს სიკეთით ერთ შევხედოთ ერთმანეთს, სიყვარულით შევხედოთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ როგორც თავში თქვი, ასევე ახლაც ასე ვიტყვი, თუ ინვესტვის რა მიწეინები არ მოწონებიათ ჩემი გადაცემა, რამე ისე არ მithქვია, მომიტევეთ და მაპატიეთ. დაწერეთ რა რომელი პროდუქტის დეგუსტაცია გაინტერესებთ, რომელი კონკრეტული კერძის მომზადება გაინტერესებთ და როგორც ყოველთვის ხმალი თქვენი და კისერი აბატონო ჩემი. და აი ამ კიდე პატიოსანი და სასწაულებრივი ტვინით რკაწითელი დაგულცოთ, გაგიმარჯობა.